ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი ზამთრის სეზონზე ვიზიტორებს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი სერვისებით შეხვდება. პროექტის ფარგლებში სასრიალო ტრასების სოლიკო და კიკილო 7500 მეტრის სიგრძეზე ხელოვნური გათოვლიანების თანამედროვე სისტემით აღიჭურვება. სნოუ-პარკის არეალში აშენდება ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგირო, დამონტაჟდება 200 მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩაც. პარალელურად მოხდება ამორტიზებული საბაგიროების ხადასა და სნოუ-პარკის დემონტაჟი. ტურისტული კურორტის მოდერნიზაციის ინიციატორის საქართველოს მთავრობა. Მება ორი ტრასის, ჯამური სიგრძის 7500 მეტრის გათოვლიანების სისტემით აღჭურვა, ასევე იგეგმება სნოუ-პარკის არეალში ორი ახალი საბაგიროსი, ბიგელის ტიპის საბაგიროს, ჯამური სიგრძით 1400 მეტრი და ასევე 200 მეტრიანი მოძრავი ხალიჩის, გადახურული მოძრავი ხალიჩის მონტაჟი. ასევე იგეგმება ძველი საბაგიროების ხადასი და სნოუ-პარკის დემონტაჟი. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ახალი გუდაურას სასრიალო ტრასა თანამედროვე ღამის განათების სისტემით აღიჭურვება, რაც დამსვენებელს ღამით უსაფრთხო სრიალის შესაძლებლობას მისცემს. პარალელურად გუდაურს ორი ახალი სასრიალო ტრასა ტატრას 3 და კობის 3 შეემატება, რომელთა საერთო სიგრძე 6 კილომეტრია. Გვინდა რომ გავუწევთ კონკურენცია ისეთ კურორტებს, როგორიც არის, თქვა, კურშაველი არ იქნება, რა თქმა უნდა, ალპების სხვა ადგილებს და შესაბამისად ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის და რა თქმა უნდა, დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამ თქვა, ახალი გამოცხადებული ობიექტებთან ერთად ნელ-ნელა განვითარდება გუდაური მთლიანად მთელი მასშტაბით, იმიტომ რომ გუდაური მოგესწრებათ არის როგორც ახალი გუდაური, სადაც ეს ყველა ღონისძიება იგეგმება და ასევე ქვედა გუდაური, რომელიც აგრეთვე ძალიან პოპულარულია უცხოელ დამსვენებლებისთვის. გაფართოებული სათხილამურო ზონები და გაუმჯობესებული პირობების შექმნის შესაძლებლობას, რომ ზამთრის სეზონი უფრო ხანგრძლივი, სტაბილური და მრავალფეროვანი გახდეს, როგორც პროფესიონალი მოთხილამურეებისთვის, ისე დამწყები ვიზიტორებისთვის. Ყველა ახალი ინიციატივას, რომელიც გუდაურის და ნებისმიერი კურორტის განვითარებას ეხება, რა თქმა უნდა, მივესალმებით და ყოველთვის ეფექტი აქვს ხოლმე ძალიან დადებითი. ღამის სრიალი განსაკუთრებით პოპულარული არის უცხოელ ტურისტებში და მოთხილამურეებში, მოსრიალეებში და განსაკუთრებული სურვილი აქვთ ხოლმე მოკლედ რომ დაესწრონ ამას და თავისთავად ცხადია კიდევ ერთი პლუსი იქნება კურორტისთვის. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება 31 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 15 დეკემბრამდეა დაგეგმილი.